ბატონო არა იქ. ბატონო ლევონ. ნინოწმინდის რაიონის სოფელ ასპარაში ახლა ჩვენ არაიქს, არტურს, ანიჩკას, ჰარუთინს, როზას, არკადის, გრიშას, კარლენს, რუბიქს და ოფელიას ვეძებთ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მტკიცებით, სოფელ ასპარას მოსახლეობის 92%-მა ხმა ქართულ ოცნებას მისცა. მონაცემები შთამბეჭდავია, ამიტომ ადგილზე გვინდა ხალხს უკითხოთ, რით მოხიბლა ოლიგარქის პარტია. აქ არავინ არ ცხოვრობს, ბევრი წელია. როგორ ჩანს. ყველა სახლი მიტოვებულია, ზოგ სახურავი საერთოდ არ აქვს. სოფელი ასპარა უკაცრიელია. იქ სადაც ქართულ ოცნებას ხმა, ამომრჩეველთა 92%-მა მისცა არავინ ცხოვრობს. შემაჯამებელი ოქმის თანახმად არჩევნებში სულ 27 კაცი მონაწილეობდა. აქედან 25-მა ხმა ქართულ ოცნებას მისცა. კარდაკარ ძებნის შემდეგ ჩვენ არათუ 25, არამედ 5 ადამიანიც კი ვერ ვიპოვეთ, ვინც სოფელში იქნებოდა. როგორ ჩანს, დიდი ხანია ეს სოფელი დატოვეს ადგილობრივებმა, იმიტომ რომ აქ უამრავი სახლი არის მიტოვებული. არც ერთი ადგილობრივი აქ არ ცხოვრობს. მაგრამ არჩევნებზე მოვიდნენ. ხმათა უმრავლესობით ადგილზე ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა. ნინოწმინდის 30-ათე უბანი არევი კანტონიანის სახლში იყო. წყემსი, რომელიც აქ შეგხვდა, გვიყვება, რომ არჩევნების დღეს რეგისტრირებული ამომრჩევლები, რომლებიც დიდი ხანია სომხეთში ცხოვრობენ, მიკროავტობუსით მიიყვანეს. რამდენიმე კაცმა კი ხმა ყველას ნაცვლად მისცა. სამარშრუტო ტაქსით ჩამოვიდნენ ერევნიდან აქ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები. აი ამ სახლში გაიმართა არჩევნები. ბევრი წელია ადგილობრივებმა დაცალეს სოფელი და სასომხეთში საცხოვრებლად გადავიდნენ. როგორც ჩანს, ეს ადამიანები ახლა დაარწმუნეს, ანდაც დააშინეს. ისე სხვანაირად, რატომ გამოივლიდნენ ამ ხელაგზას. ნინოწმინდა რეკორდსმენია. აქ ქართულმა ოცნებამ ხმების 88% მიიღო. იმაზე მეტი, ვიდრე 2020 წლის არჩევნებზე. არადა ნინოწმინდის სოფლებში გაუსაძლისი პირობებია. სოფლები იცლება. იგივე სურათი ახალქალაქის სოფელ ზემო სამსარში, სადაც არჩევნებზეც წესით 191 მოქალაქე უნდა მისულიყო. აქედან ხმა ქართულ ოცნებას 94%-მა მისცა. ხალხა მიდიან, ახალგაზრდები ყველა მიდიან აქედან. ეს სახლები წარელი ტახში. არჩევნებზე როგორ მივიდა მაგდენი ადამიანი თუ ყველა წასულია? არ ვიცი. ოფელია არჩევნებზე არ მისულა. ამბობს, რომ პასპორტი გამგებელმა წაიღო. ბარებძეს, სავარაუდოდ სწორედ ასე მიიღო დაცლილ სოფელში 180 ხმა ქართულმა ოცნებამ. На выборах в школе были 26-го? Не знаю, о чем говорить. Если шкири, мишкси сидит. Ваш номер, ваш паспорт взяли, да, наши? Да. იმის გამო, რომ ხალხი დაშინებულია და კამერების წინ არაფერს ამბობს, ჩვენ გადაღება ფარულად ვაწარმოეთ. მოქალაქეებს ვუთხარით, რომ ქართული ოცნებიდან ვამოწმებდით, ნამდვილად მიიღეს თუ არა ფული ხმების სანაცვლოდ. აქ არაერთმა მოქალაქემ დაგვიდასტურა, რომ 150 ლარი გადაუხადეს. როგორ ჩაიარა არჩევნებმა სოფელში? Нормально. რამდენი მოგცეთ თქვენ? როგორ? რამდენი თანხა რამდენი აიღეთ? ჩემთან? არ ვიცი მე. 150 ლარი მოგცეს? ხო, 150 ლარი. ყველა ოჯახს ესე არის, მარტო ჩვენ ამომრჩევლებს დაურიგეთ. Есть петита. ვინ ვიღავი, არ ვიცი მე. რამდენ ოჯახს დაურიგეთ ამ სოფელში? ვინ ბახვალში ხوارი დაგვრჩა? რამდენი ოჯახი? точно არ ვიცი. არმენ ოგანეზიანის მაგალითზე დგინდება, რომ დიდი სამსარის გამგებელი მაღალმთიან რეგიონში დარჩენილ ამომრჩევლებს 100 ან 150 ლარს ურიგებდა იმისათვის, რომ ხმა ქართული ოცნებისათვის მიეცათ. წინასწარ ჰქონდა ჩამორთმეული ადგილობრივებს პასპორტები და ხმას მათ ნაცვლად კომისიის წევრები აძლევდნენ, რომლებიც ასევე ოლიგარქის გუნდის წარმომადგენლები იყვნენ.
საარჩევნო ურნებში იმდენი ხმა აღმოჩნდა, რომ ამის დაჯერება ადგილობრივებსაც უჭირთ, საიდან მოვიდა დაცლილ სოფელში 180 კაცი ქართული ოცნების მხარდასაჭერად. გვპირდებიან და არაფერს აკეთებენ. სოფელში ადამიანი არ დარჩა. გვპირდებიან გზის გაკეთებას, არ აკეთებენ. გვპირდებიან ბუნებრივ აირს, არ გაუკეთებიათ. ხალხი არ აინტერესებთ. 4 წელში ერთხელ ახსენდებათ მარტო ეს სოფელი. წელს იმხელა აქტივობა იყო, ეტყობა გარდაცვლილებმაც გააკეთეს არჩევანი. Может, мёртвый тоже голосовали? გამარჯობა. მე გვარ ქართული ოცნების წარმომადგენელი. ეს კი 21 წლის სიუჟეტა. სოფელ არაგვადან. ის დიდ სამსარშია გათხოვილი. წესით ხმა რეგისტრაციის ადგილას უნდა მიეცა. თუმცა ამბობს, რომ ხმა ორივე უბანზე მისცა. Вы здесь вышли замуж, да, понятно? Вы невестка тут, Садхар Чацарели. Вы откуда? Арагбели, другой софель. Другой софель. Вы там были на выборах или здесь были? Где голосовали? Ориве голосовали, и здесь и голосовали, и там голосовали? ეს უკვე სოფელი თირკნაა. ისიც დაცლის პირასაა. აქ გადამწყვეტი არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე 61 ამომრჩეველი მივიდა. აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა ქართულ ოცნებას მისცა. არადა სოფელში დიდი გაჭირვებაა. ელენა გვიყვება, რომ სოფლის გამგებელმა წინა დღეს მისი პასპორტი წაიღო და ხმის ნაცვლად 100 ლარიც გადაუხადა. Это 41 был. 41? Голосовали, да? Да. Дали, да, деньги 150 лари? Ну, получали, да. Получали. И 150 или 100? 100. А где 50 лари? Почему не платили? А я не знаю, просто мне сказали, я паспорт отдал, сказали 100 лари. 100 отдали, да? 100 отдали. Вау. Зачем обманывать так рано, пока они голодные не кушали ничего? Наш новый это сельский, это Гамгебели сказал, вот Элендат, это 100 лари получаешь. Ну, я 100 лари получаю, больше ничего не знаю. Меня так наличие отдали. Садись. Лари срочными. Ага. საწაიღეს ის 50 ლარი, კაცო, ძალიან მაინტერესებს. Маш казერცი გახაცაზე. გამარჯობა, ქართული ოცნებიდან გაწუხებთ. დილა მშვიდობისა, ქართული ოცნებიდან ვართ, ჩამოვედით. თქვენ შეგიძლიათ რომ შემხვდეთ რეპსიკ? და რეპსიკ. და. სათხარს რომ შემხვდეთ? ეხლა მე სოფელში ვარ. სოფელში ხართ? აბა სად შეხვდეთ ერთმანეთს? ოდეთო. გამოხვალთ გარეთ, ეზოში ვარ მეც. კი, ეხლა. აბა კარგით, გამოდით რეპსიკ. მადლობა. გამოვა, ანა ვიზიტ შეს. Сейчас посмотрю. კაი გოგო ხარ ელენა, კაი გოგო ხარ. ამის შემდეგ ჩვენ რეპსიკას ხვდებით. რეპსიკა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრია. ისიც გვიდა სტურებს, რომ გამგებელმა ქართული ოცნებისათვის ხმის მიცემის სანაცვლოდ 100 ლარი დაარიგა. გოლეს მიეცი 100 ლარის მე შენს მიცვი, ჩემი სოფლის გიუღაბედი ინჯერგელი. გამგებელი თქვა. აჰა. ეს 100 ლარი აიღო და გამგებელი. სწორია, მაგრამ 150-ია გამოყოფილი ყველა ოჯახზე და 100 რანაირად აიღო. 150 ჯიბეში. ჯიბეში ჩაიდა 50 ლარი. ამარტეკა ფართოდ კისიმისკი. აჰა. რა ქვია თქვენ გამგებელს ერთი რა გვარია? უნდა გავარკვიოთ. ემინჩესკი ვახენამ მარტინი რა გვარია? მარტინ გალესტიანი. მარტინ გალესტიანი და რომელი სოფლის გამგებელია? მარტო ჩემი სოფელი. ეს ყველაფერი არ არის. ირკვევა, რომ ვინც ამ სოფელში რეგისტრირებულია და არჩევნებზე არ ჩასულა, პირადი ნომრები ან პასპორტები აქ დარჩენილებს გადმოუგზავნეს. მათ კი ხმა 100 ლარში გადაცვალეს. ვინ გათხოვილია სოფელის არ ხო, ვინც არ იყო სოფელში? მოიტანო და პასპორტი მოიტანა? ძალიან კარგი. რამდენმა მოიტანა პასპორტი? ბევრი იყო. ქანა დახჩიგირ. Сколько паспортов получили? 5-6. ოჩახ. ჩაყარეთ, ძალიან კარგი. სოფლიდან სხვა სოფლებში საცხოვრებლად გადასული ქალების ნაცვლად შევსებული ბიულეტენები 20-ე საარჩევნო უბნის ურნაში დრო გამოშვებით ხვდებოდა. ეგ მოთხოვათ გამგებელმა რომ ესე ვქნათო? ხო. რა გითხრათ? სოფლიდან არ დოკუმენტით როგორ თქვა. გათხოვილია, მაგრამ მამას სახლის როგორ. აქ ცხოვრობს ოჯახი. ხო.
და პასპორტები გამოაგზავნინეთ, პასპორტის ნომრები? პირადობები. მარტო ნომრები ამოწერეთ? არა, სიაში იყო. ხო, სიაში რო იყო ხო? შეიძლება ეგრე. კი. როგორ არ შეიძლება და ეგ როდის ჩაყარეთ უკვე რო დამთავრდა მერე? არა. აბა როდის? 3 საათზე, 4 საათზე. ნელ-ნელა ყრიდით? ძალიან კარგი, ძალიან კარგი. სოფელი იხტილა ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ადგილია ჯავახეთის მხარეში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადმოგზავნილი ოქმებით გინდება, რომ გადამწყვეტ არჩევნებზე 2021 წელთან შედარებით 160 ადამიანით მეტი მივიდა. მიზეს, რის გამოც ადგილობრივებმა იაქტიურეს, სერგეი აბგარიანი ხსნის. ამბობს, რომ ქართული ოცნების კოორდინატორმა ნათესავის ხელით არჩევნების წინა დღეს 150 ლარი გამოუგზავნა. Просто проверяю, давали вам ли деньги за голос? Да, дали. Сколько дали? 150. 150, да? Да. В вашей семье и другим тоже? Других не знаю. Кто вам давал? КМГБ или кто? Наш родственник, Крыша Карагебагян. Ага, это кто? Где работает? Я запишу. Крыша Карагебагян. Где он работает? Ну, не знаю, где работает. Наверное, в части. В грузинскую мечту? Наверное, я не знаю. Когда вам давал деньги? Когда выборы были. 25-го? Да. 25-го. Ваш участок это 15-й, да, Ихтила? Да. Ага, Ихтила. Плюс надо сделать. Сколько семей дали денег? Точно знаю. не знаете? Вам кэшем дали или перечислили? Не знаю. Ну, налично. Наличным. Сколько? 150. 150 лари. Как ваша фамилия? Абгарян. Абгарян, имя как? Сергей. Сергей. Ага, Сергей Абгарян. Спасибо, батону Сергей. Удачи вам. სასწრაფო სოფელ სამებაშიც ნინოწმინდის მე-15 საარჩევნო უბანშიც ანალოგიური ვითარებაა. სასწრაფო სოფელში, სადაც სპეციალური სიებით მესაზღვრეებიც იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. 2021 წლის არჩევნებთან შედარებით ქართულმა ოცნებამ აქ თითქმის 2-ჯერ მეტი ხმა აიღო. ადგილობრივების თქმით, აქ თითო ხმა 200 ლარად იყიდებოდა. და მორას როდის არიგებდნენ? არ ვიცი, გავიგე სადღაც ოქტომბრის შუა რიცხვები იყო. იღეს ხელზე? არ ვიცი, ხელგეუბნები, არც ის მოსულა ჩემამდე, არც ის მოსულა. და სოფელში არიგებდნენ? შევსები დამოიყვეს მანქანა? სოფელში არიგებდნენ? სოფელში არიგებდნენ? ხო, იძლევიანო და რამდენად მართალი იყო მეზობელმაც მითხრა, რომ იძლევიანო რა ჰერსურას. ასე დაიწერა ნინოწმინდის და ახალქალაქის არჩევნების შედეგები, სადაც ქართულმა ოცნებამ 88 და 87% მხარდაჭერა მიიღო. არჩევნები აქ ერთი ჩვეულებრივი დღეა, როდესაც შეგიძლია ერთი კვირის სამყოფი 100 ლარი იშოვა.